საინფორმაციო გამოშვება სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლავთ პედაგოგი, მუსიკოსი სოფიო როინიშვილი, რომელიც გასული ერთ თვის მანძილზე ორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. რა გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი? თემაზე სტუმართან სოფიო როინიშვილთან ერთად საუბრობთ. საღამომშვიდობის ქალბატონო სოფიო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ყველას აინტერესებს თქვენი ისტორია. გასული ერთ თვის მანძილზე თქვენ წამოხვედით, უბრალოდ გამოგიშვეს ორი სამსახურიდან და მე მაინტერესებს ამის თაობაზე თქვენ ცოტა ვრცლად ტელემაყურებელს მოუყვეთ რა გადაგხდათ და რის გამო, რა იყო მიზეზი, რატომ მოხდა თქვენი ორი სკოლიდან გამოშვება. მოგესალმებით, მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისათვის. ისტორია ასეთია. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემს აი ამ ბევრ სხვა საქმესთან ერთად ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას საჯარო სკოლებში. რაც ეს რუსული კანონი დაანონსდა, მე აქტიურად ვიყავი ჩართული აი ამ საპროტესტო აქციებში. ვიყავი რამოდენიმე აქტის ორგანიზატორიც კი, რომელიც 2 წლის წინ აი პირველად აქტიურად გამოხატავდით თქვენ აზრს. აქტიურად გამოხატავდი ჩემს სამოქალაქო პოზიციას. და 2 წლის წინ, როდესაც ისე უკან გაიწვიეს ეს კანონი და გვეგონა რომ ეს არასოდეს აღარ დაბრუნდებოდა, აი მაშინ ჩემს მეგობარ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გავაკეთეთ ესეთი მადლიერების აქტი, რომელიც გააშუქეს სხვადასხვა ტელევიზიებმა. ეს იყო მარტის არდადეგების ზუსტად და როდესაც დავბრუნდი მე-6 საჯარო სკოლაში გადამცეს დისციპლინარულ კომიტეტს. მიზეზი იყო რაღაც აბსურდული, ყველაფერზე ვსაუბრობდით გარდა ამისა. არა, რა პოლიტიკა, ეს არაფერი შუაში არ არის. რაც შეეხება მე-6 სკოლას, დიდი ხანია ეს პროცესი დაწყებულია, უბრალოდ რაღაც ხელჩასაჭირ მიზეზს ეძებდა, რომ გავეშვი სკოლიდან. ხოლო გუმათი საჯარო სკოლაში უფრო, აი როგორ გითხრათ, აი განცხადება რომელ სკოლაში დაწერეს მშობლებმა? გუმათი საჯარო სკოლაში დაწერეს განცხადება, ეს არის მცირე კონტინგენტიანი სკოლა, რომელიც შარშან გავიარეთ იქ ავტორიზაცია, სულ 22 ბავშვია. და აი გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა გაეკონტროლებინა ჩემი ცხოვრება სამსახურის გარეთ. იქ არამხოლოდ ჩემს აქტივობაზე იყო საუბარი, აი დასდევდნენ Facebook პოსტებს. არა და მე ყოველთვის გამოვირჩეოდი, ყოველთვის რაც სოციალური ქსელი შეიქმნა, არასოდეს რა პრეტენზიები ჰქონდათ ამ მშობლებს? თქვენი სამოქალაქო პროცესებში და საპროტესტო აქციებში ჩართულობა დაიწუნეს? იწუნებდნენ აი ჩემს ეს რადიკალურ პოზიციას Facebook სტატუსებით გამოხატულს. გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, ვიცით რომ ეს ყველა ნახეთ, არ იყო ლამაზი, თანხმდებით, მაგრამ ჩვენ არ არის ხა ხო 37 წელი. დღეს არის 21 საუკუნე. ყველას აქვს თავის გამოხატვის თავისუფლება. სამსახურს გარეთ, რაც შეეხება ეს პედაგოგის ეთიკა, კოდექსი ვრცელდება სკოლაში და არა სკოლის გარეთ. ანუ ვერავინ ვერ დამიწესებს მე ცხოვრების წესს, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა ვიკვებო, იმღეროთ თუ არა, ვიცეკო თუ არა და ასე შემდეგ, ხო? გაკვეთილზე თუ გქონიათ რაიმე ტიპის გადაცდომა, გაკვეთილზე თუ გქონიათ მოსწავლეებთან თქვა პოლიტიკურ მიმდინარე პროცესებზე საუბარი? არანაირი ვერავინ ვერ იტყვის მაგას, ვერც ხელმძღვანელი და ვერც ერთი მშობელი, რომ მე აი ეს რასაც სკოლის გარეთ ვაკეთებდი, რაღაც სკოლაში შევიტანე ეს პოლიტიკა და ჩემი მოსწავლეები მე მიცნობდნენ როგორც პედაგოგს და არა როგორც აქტივისტს. აი თქვენი სკოლიდან გაშვებით ბავშვებიც დაზარალდნენ თუ არა? მე რამდენადაც ვიცი და ვიკითხეთ თქვენ შესახებ, თქვენ ხართ პროფესიონალი პედაგოგი და მარტო თქვენ არ აღმოჩნდით ალბათ დაზარალებული ამ მიდგომით. მე ასე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რაღაც შევძინე ჩემს მოსწავლეებს ჩემი იქ ყოფნის პერიოდში. და სწორედ ის ბავშვები, რომლებიც შემდეგ ვერ ბედავდნენ საჯაროდ დაეწერათ Facebook-ზე და პირადში მწერდნენ, რომ ისეთ შენახული მაქვს ეს სკრინების სახით, რომ აი ნახეთ ჩვენ ას ვიზავთ მას. ეხა ბავშვები არიან, პატარები არიან და მესმის მათ. ყოველ შემთხვევაში მაინც გამოხატეს სიყვარული თქვენს სიყვარული აი ამ ფორმით, როდესაც კოლეგებმა ვერც ეს ვერ გაბედეს, თქვათ. ვერც პირად მიმოწერეს. რამოდენიმე თუ არ ჩავთვლით ეხა ვისთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა.
აი ესეც კი გაუჭირდათ და საერთოდ არ მიყვარს უბრალოდ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღე ვხედავთ როგორ ტერორს ახორციელებს საჯარო მოხელეებისადმი ჩვენი ხელისუფლება და აი ამ ძალიან ბევრი ადამიანს ეშინია სოფიო თავისი პოზიციის გამოხატვა. მე მაინტერესებს თქვენ თუ იპოვეთ სამსახური და რა ეშველება თქვენ ორ შვილს, რომელსაც თქვენ ზრდით და მშობლებს. როგორი სიტუაცია გაქვთ ამაზე თუ იფიქრა სკოლის დირექციამ? ამაზე არც სკოლის დირექციამ არ იფიქრა, არც ხელისუფლებამ არ იფიქრა, რომ მარტო მე არა ვარ ამ დღეში, მე ხა 2 კვირა ვიყავი დედაქალაქში და იქ შევხვდი მერიდან გამოშვებულ საჯარო მოხელეებს, რომლებიც არანაკლებ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი და იყვნენ ისეთი ხალხიც, რომლებიც აქციაზე არ გამოდიოდნენ, ესე როგორც თქვათ, მე გამოვხატავდი ჩემ პოზიციას ესე ხმამაღლა, უბრალოდ პეტიციას მოაწერეს ხელი და აი ამის გამო გამოუშვენ სამსახურიდან. მე საკმაოდ აქტიურად ვიყავი თქვათ ამ პროცესებში ჩართული და მესმის, რომ ოცნებისთვის ეს გამაღიზიანებელი იყო ჩვენი ესეთი აქტიურობა, მაგრამ იქ იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც აქციებზე არ დადიოდნენ, მაგრამ ქონდათ თავისი პოზიცია, რომელსაც ხმამაღლა არ გამოხატავდნენ, უბრალოდ პეტიციაზე ხელის მოწერით დაადასტურეს, რომ მათ არ უნდათ ის ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლა და ამის გამო გამოუშვეს სამსახურებიდან. მე არ ვიცი, ალბათ როდემდე გაგრძელდება ეს, ან რამდენი ადამიანი უნდა დავრჩეთ ამ მდგომარეობაში, რომ იმ დანარჩენებმა რატო გონიათ, რომ ეს მათ არ შეეხებათ? რატომ გონიათ იმ კოლეგებს, რომ არ შეეხებათ ეს ყველაფერი? ან როგორ უყურებენ მშვიდად? როგორ უყურებენ, როგორ შეუძლიათ ამ ყველაფრის? თუ ჩვენი თავიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, მე გეტყვით, სამი საჯარო სამსახური არც ერთი ხელისუფლების დროს არ მქონია. ანუ მაგათი ლოგიკით მე საერთოდ ხმა არ უნდა მომეღო, ხო? ასე თქვენს რომ არა, თუ ესე ვიმსჯელებთ, იმიტომ რომ მე არც წინა ხელისუფლების დროს მქონია საჯარო სამსახური და ამოდენობის ხელფასი და არც იმის წინა ბევრად ბავშვი და პატარა ვიყავი, ხო? ამიტომ ეს ხარ შეიძლება ჩვენ ხო მით უმეტეს მასწავლებელი, პედაგოგი ცოტა სახელმწიფოებრივად ხომ დააზროვნებდეს, ხო? სკოლა რა არის, მარტო საგნის სწავლა ხო არ არის? ჩვენ ხო ღირებულებას ვაძლევთ იქ ბავშვებს. და თუ ღირებულებას არ აძლევს სკოლა, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ განათლებას? ამაზე თქვენს დირექტორებს თუ დაეკითხეთ, თუ არ გქონიათ საუბარი? მე არასოდეს არ მქონია საუბარი, არასოდეს არ ვახვევდი ჩემს აზრს მათ. მე უბრალოდ 3 საათზე ვასრულებდი სკოლას და მე მქონდა ჩემი ცხოვრება, ჩემი სამოქალაქო პოზიცია და მას არავის არ უთანხმებდი. კი ბატონო, აი ამ მოვლენების შემდეგ, რაც დარჩით უმუშევარი, თქვენც ხوار შეგეშინდათ, ხوار დაფიქრდით იმაზე, რომ თქვათ, ოჯახს ჭირდება გამოკვება, თქვენ ჭირდებათ არსებობა და შეწყვიტეთ თუ არა, თქვათ, საპროტესტო აქციებზე სიარული. რა თქმა უნდა, ეხლა მე ვინც მიცნობს, პირიქით, გასმაგებული ძალით ვარ ჩართული ამ პროცესში, დასაკარგიც აღარაფერი მაქვს, ხო? პირიქით. მაგრამ ადამიანური შიში რამდვილად მაქვს იმისა, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, რომ რაღაც და არც მე არ ვარ ეხა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი, რომ თქვათ რაღაც დამატებით შემოსავლებზე იყოს ჩემი ცხოვრება დამოკიდებული და რა თქმა უნდა ეს შიში მაქვს, რომ აი ხვალ რა გავაკეთო, რა ვქნა, როგორც ყველა ადამიანს და 90%-ს ამ ქვეყანაში, მაგრამ ამ შიშზე მეტად ის შიში უფრო დიდია, რომ მე არ მინდა ჩემო შვილებმა იცხოვრონ იმ ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაში, აი საიდანაც ამოსვლას ჩვენ წლებია ვცდილობდით, ამოვედით და ისე ვბრუნდებით. ისე ვაბრუნებენ და ამიტომ ის შიში ვერ დაძლევს აი ამ ქვეყნის დაკარგვის შიშს. ჩემთვის ესეა პირადად. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ სტუდიაში მოსვლისთვის, თქვენი მოსაზრებების გაზიარებისთვის და კიდევ ერთი შეკითხვა მექნება ვიდრე დაგემშვიდობებით, ვინ დაგიდგათ გვერდით აი ამ რთული გზის გავლისას? აი ამ ბრძოლაში ისეთი ადამიანები შევიძინე და ისეთი ადამიანებმა გამოხატეს სოლიდარობა, რომ აი მხოლოდ 2-ჯერ 3-ჯერ რომ მყავდა ნანახი და მხოლოდ გამარჯვებით ვიცნობდი. ამიტომ ეს კარგია რაღაც ეს საზოგადოების ლუსტრაციაც მოხდა. აი რომ მეგონა რომ
წლებია მოვდივართ და იმ ადამიანების გულშემატკივრობა და გვერდით თქვა უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. პირიქით მოხდა საერთოდ აი ამ ბრძოლაში შეძენილმა ადამიანებმა საკმაოდ ხარდაჭერა გამოხატეს ჩემს მიმართ. და მე ასე მგონია, რომ ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ ჩვენ ვდგავართ ისტორიის სწორ და ნათელ მხარეს და აუცილებლად მოვიგებთ ამ ბრძოლას სახელოვნად. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი სურვილების შესრულებას გისურვებთ ჩვენს მაყურებელს. შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ პედაგოგი, მუსიკოსი სოფიო როინიშვილი, რომელიც ქვეყანას ორ შვილს უზრდის და მისი პოლიტიკური და პირადი მოსაზრებების გამო, აქციებში მონაწილეობის გამო, პოლიტიკური დევნის, ასე ვთქვათ, მსხვერპლი აღმოჩნდა და გაათავისუფლეს ორი საჯარო სკოლიდან და კაპიტანი სოფიო ამჟამად არის უმუშევარი. მადლობა რომ გვიყურეთ, ერთმანეთს შევხვდებით ხვალ სამშაბათს 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. დაგემშვიდობებით, ნახვამდის.